მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ და მოვამზადე სალათის შუბა. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი სალათის შუბის მომზადების. მე დღეს მოვამზადე თევზთან ერთად და მივეცი კვერცხისებური ფორმა იმისათვის, რომ მოდის მალე აღთქმის ბრწყინვალე დღესასწაული. დავიწყოთ მომზადება და ნახოთ რა გჭირდება გემრიელი სალათის მოსამზადებლად. გემრიელი სალათის შუბის მოსამზადებლად გჭირდება დაახლოებით 2-3 ცალი ჭარხალი, გჭირდება 3-4 ცალი მოზრდილი კარტოფილი და აგრეთვე გჭირდება 2-3 ცალი სტაფილო. მაიონეზი თქვენი გემოვნებით, გჭირდება აგრეთვე კვერცხი, ეს არის მოხარშული კვერცხი და თუ იმ შემთხვევაში ამზადებთ სამროხოდ, კვერცხი ამოიღეთ საერთოდ რეცეპტიდან. გჭირდება აგრეთვე ქაშაყის ფილე, რომელიც არის ერთში ჩადებული და თუ თქვენ აგიყვართ უბრალოდ თევზი, ამოიღეთ რეცეპტიდან. გჭირდება აგრეთვე ხახვი თქვენი გემოვნებით და მარილი ასევე თქვენი გემოვნებით. იმისათვის რომ ბევრი ვარ დამხარჯო და მე კარტოფილი და სტაფილო მომხარშე წინასწარ. მომხარშე ასევე ჭარხალი და კვერცხი. პირველ რიგში უნდა დავჭრათ ხახვი დავჭრათ წვრილად და შეგიძლიათ ასევე ხახვი დაამარინადოთ წყალში და ძმაში. მე კი ხახვს დავჭრ და მომაყრი პირდაპირ. სალათის ეს ოვალურ თევზი შეგიძლიათ თქვენ მომზადოთ ასევე ტორტის რგოლშიც. ესე გამოვა უფრო ლამაზი, უფრო მაღალი და მე კარტოფილს პირდაპირ დავახეხავ ახლა თევზზე. ესე გამოდის კარტოფილი უფრო მეტად ჰაეროვანი. დავახეხოთ კიდევ მეორე კარტოფილი. როდესაც დაახეხავთ კარტოფილს, შემოასწორეთ ესე ხეთ ლამაზად და მიეცეთ ფორმა, რომ არ იყოს გაფანტული აქეთ-იქით. ცოტა მარილი, მაგრამ ბევრი მარილი არ მოვყავთ, იმიტომ რომ შემდეგ ამას უნდა გავუკეთოთ ჩვენ მაიონეზი და შემდეგ ზემოდან უკვე თევზი. ზემოდან მოვაცხოთ მაიონეზს, დავიწყე მოვათავსე. სამოდიდრო ტომარაში, ესე უმჯობესია. მოსხმა, მოვაცხოთ ზემოდან. რა თქმა უნდა, მოვზადოთ ასევე სახში მომზადებული მაიონეზითაც. ზემოდან მოვალაგებ ქაშაყის ფილეს, რომელიც არის ერთში ჩადებული. ზემოდან მოვალაგოთ ასევე ხახვი. უმჯობესია ხახვს დაჭრეთ წვრილად და ასევე დაამარინადებთ. თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული. მოვაცხოთ ისევ მაიონეზი. ახლა სტაფილო არის ჩემთან მოხარშული. მოვაყაროთ ზემოდან მარილი, ბევრი მარილი არ მოვაყაროთ და მოვაცხოთ ასევე მაიონეზი. გადავასწორებ კარგად. ვახეხოთ კვერცხი. თუ აკეთებთ სამარხოდ, ამოიღეთ უბრალოდ კვერცხი. ჩავნაცვლოთ სხვა ინგრედიენტები, მაგალითად როგორც არის სალათის ფურცლები. მოვაყაროთ ასევე მარილი გემოვნებით. და კვერცხს ზემოდან მოვახეხოთ უკვე ჭარხალი. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა კვერცხის ზემოდანაც გავუკეთოთ მაიონეზი, მაგრამ მე აღარ ჩავთვალე საჭირო, თქვენ ახლა მთლიანად უნდა გადავასვათ უკვე მაიონეზი. ჭარხალი უნდა გავუკეთოთ ყველგან, რადგან ჭარხალით უნდა დაიფაროს მთლიანად ჩვენი სალათი. ჭარხალი გადაანაწილეთ გვერდებში, ისე რომ მთლიანად სალათი დაიფაროს. ფაქტობრივად უნდა შემოვსვათ ჩვენ ახლა ჭარხლით ჩვენი გემრიელი სალათი. ჭარხალი ზემოდან უნდა დავფაროთ მთლიანად მაიონეზით. გადავასწოროთ ჭარხალზე კოვზის დახმარებით.
არც ისეთ მარტივია, რადგან ჭარხალი მოყვება კოვს, მაგრამ შეიცადეთ. კოვსის დახმარებით შემოუწოდეთ გვერდებრივ ამაზად. როგორც უკვე დაინახეთ, მოვალაგე გვერდებში ეს მწვანე ხახვი. ახლა კი გავაფორმებ მაიონეზით. გავუკეთებ ესეთ ტალღებს. იმოვლად აგრეთვე ჭარხლისგან ესეთი პატარა ვარდი, რომელიც მზადდება ძალიან მარტივად. ხმ მოვაყრე გვერდებში ასევე მწვანე ხავს. როგორ მოვამზადოთ ჭარხლისგან ვარდი? ჭარხალი გავჭრათ შუაზე და თუ შეგიძლიათ დაჭერეთ ძალიან წვრილად, რატომღაც აქამდე ვერ მივაღწია იმას, რომ ძალიან წვრილად დავჭრა. ამისათვის გამოვიყენებ კარტოფილის გასაფრთხნელს და ვჭერთ ძალიან თხელ ფურცლებს. და იყოს ძალიან თხილად, რადგან არის მტრევადი. ძალიან ფრთხილად ვიწყებთ რულეტივით გადატრიალებას. და განახოთ, ჩვენ და მოვაჭროთ შემდეგ აი ეს ადგილი. იმისათვის რომ ვარდი დარჩეს შეკრული, აუცილებლად უნდა გავუკეთოთ დაბლაკ ჯოხი. მინდა ვარდი უფრო ახლიდან განახოთ. შეგიძლიათ შემდეგ სალატზე დასვათ. დავлокოთ ესე ლამაზად ვარდები და გავუკეთებ ლამაზ დეკორაციებს იქ. წელს თქვენს გემოვნებას დამოკიდებული. ამას ვამბობ ხშირად, როგორც გინდა თქვენ ისე მომზადეთ, როგორც თქვენ მოგწონთ. მართალია მე აღარ ვაპირებდი ჩამოტეპოს ვარდისას, მაგრამ რატომაც გადავიფიქრე და ახლა ჩაუმატებ კიდევ ერთ ვარდს და გავაკეთებ ბუკეტს. შეგიძლიათ კიდეც სიმწვანე გავუკეთოთ, მწვანილები გააფორმოთ. სალათი უკვე მზად არის, როგორც ხედავთ მე მოვთე კიდევაც. სალათი უნდა მოთავსოთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მაცივაში, რომ კარგად გაუშვეს ინგრედიენტები ერთმანეთში. და გირჩევთ, რომ მით დღემდე დაახლოებით 9 საათს ადრე მოვთოთ თქვენი გემრიელი სალათი, ესე იქნება კიდევ უფრო უმჯობესი. სულ ეს არის დღევანდელი რეცეპტი, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. მე ახლა დავაგემოებ და გეტყვით როგორია გემო. არის ძალიან არომატული, მაგრამ ერთმანეთს რამეს დავამატებ, ვისაც თევზი აგიყვართ, ამოიღეთ საერთოდ რეცეპტიდან, რადგან თევზი აძლევს კიდე თავისებურ გემოს. ისე ძალიან გემრიელია და თევზი ნამდვილად ძალიან დომინირებს. ჩვენ ადრე რატომღაც თევზის გარეშე ვამზადებდით და ის ვერსია მე ძალიან მომწონდა.